ბავშვები და ფული არის თემა, რომელიც იმსახურებს ცალკე პოდკასტს, ამიტომ დღეს საუბრობთ ფულზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ესმოდეს რა როლი აქვს ფულს საერთოდ ეკონომიკაში, ეკონომიკაც მათთვის რთული სიტყვა. როგორ მუშაობს სამყარო, როგორ მუშაობს ქვეყნები, ქვეყანა. თუ შობელმა არ იცის, უფრო მეტ ღირებულებას შექმნის ცხოვრებაში, მით მეტი გექნება მერე ფული და მერე სამართავიც უფრო მეტია. რამდა ბავშვებთან ორივეზე უნდა ვილაპარაკოთ. და ჩვენ კულტურულ ნაწილში ხო იყოს სულ რაღაც უხერხულია ფულზე რაღაც ფული ხელის ჭუჭყია მსგავსი რაღაცა და მგონია რომ მაგიტო ჩამოგვიყალიბდა უმეტესობას. შეგრძნება რომ ფულზე საუბარი უხერხულია. დამკვიდრებული აზრია ძალიან პოპულარული. ბავშვი თავიდან უნდა მიეჩვიოს, რომ არაფერი გამზადებული არ მოდის ამ ცხოვრებაში და ფული თუ გინდა დაალაგე სახლი, გააკეთე რაღაცა სახლის რუტინული სახლი. სასწაულად არ მეთანხმები. თამაშებში არის ბევრი ფული რაბენ Roblox-ი, Brawl Stars. იყიდოს ერთი სკინი, იყიდოს სამი სკინი. თუ უნდა უბრალოდ ესმოდეს, რომ მე ამის სანაცვლოდ მომდენო თვეში რას ვერ გააკეთებს. ილუვა ვდივარ სახლში მოემზადე ვიწყებთ. მოგესალმებით მეგობრებო. ასე გაზაფხულის ფერებში ვარ და მინდა რომ დღეს ვისაუბრო ისეთ თემაზე, რაც პრინციპში არაფერ შუაში არ არის გაზაფხულთან, მაგრამ ძალიან საინტერესო არის ყველასთვის და ხშირად მე ამ თემაზე მიწევს საუბარი, იმიტომ რომ ბევრ პროექტს ვაკეთებთ ამ მიმართულებით და ეს არის ფინანსური განათლება. ანუ მარტივად რა ვთქვა, დღეს საუბრობთ ფულზე. რა თქმა უნდა, ეს არის თემა, რომელიც ყველას გვაინტერესებს, იმიტომ რომ ზოგადად წესიერი ფინანსური განათლება არავის არ გვაქვს მიღებული ბავშვობაში. ვისაც გაგვიმართლა და ასე თუ ისე ამ სფეროში რაღაც ვისწავლეთ რაღაცები, ხო მე განათლებით ვარ ეკონომისტი და ფინანსისტი, რაც უნდა გასაკვირი იყოს ეგ ამბავი. უბრალოდ მე უკვე კომერციისკენ წავიდა ჩემი მიმართულება, თუმცა მოკლედ მე ასე ვთქვათ, თეორიულად ეს თემა შესწავლილი მაქვს. ოღონდ არაფერი იქიდან არ მახსოვს. ყველაფერი რაც დღეს უნდა მოგიყვეთ, მოვიდა ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა მუშაობდი ბანკში, მაგრამ უფრო მეტად, როდესაც თამაშობანაში სრულად გადავერთე, ძალიან ბევრი პროექტი მაქვს გაკეთებული ფინანსური განათლების კუთხით. მათ შორის რამოდენიმე აქ წამოვიღე, რომ გაჩვენოთ და ამ ერთ-ერთი პროექტის ავტორი დღეს ჩემი სტუმარი იქნება. ეროვნული ბანკისთვის გვაქვს გაკეთებული ფინანსური განათლების კომიქსები, აი ახლა გაჩვენებთ ეკრანში. ანუ თუ მიგვიზუვებს, ეს არის ბიუჯეტირება და დაზოგვა და ინვესტიციების მართვა. ახლა უკვე ორი ახალი კომიქსი დავწერეთ, რომელიც მალე გამოვა, რომელიც ეხება მეწარმეობას და ასევე უსაფრთხოებას, ფინანსურ უსაფრთხოებას. ვაკეთებთ ასევე ცალკე წიგნს ფინანსებზე, ასევე დაწერილი მაქვს ფინანსური სპექტაკლი. წინ და წინ, რომელიც ძალიან მომაყოფ ამ პროექტით, იმიტომ რომ მაგერ ნოემბერში ვიყავით ამ სპექტაკლით რეგიონები მოვიარეთ, 1000-მდე ბავშვს ვანახეთ ეს სპექტაკლი და მოკლედ რაღაც პატარა წვლილი მიმართულებით, ფინანსური განათლების მიმართულებით შეგვაქვს თამაშობანათი და ჩვენი გამომცემლობით ცნობის მოყარე პანდიტი. ასევე ვთარგმნით ახლა ძალიან მაგარ წიგნებს ამ მიმართულებით, აღარ დავასპოილერებ, გადავალ საქმეზე. ხვდებით რომ ძალიან მიყვარს ეს თემა, მაინტერესებს და უბრალოდ იმიტომ რომ ვთვლი რომ ძალიან ცოტა ინფორმაცია დღეს ხელმისაწვდომი იმაზე თუ როგორ უნდა ველაპარაკოთ ბავშვს ფულზე. ბავშვები და ფული არის თემა, რომელიც იმსახურებს ცალკე პოდკასტს, ამიტომ მე მოვიგიყვებით ჩემ ცოდნას ამ მიმართებაში. არ ვიცი როგორ ჩავეტევი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაქვს. პირველი, რითიც მინდა რომ დავიწყო, სანამ გადავალთ იმ თემაზე თუ როგორ უნდა ველაპარაკოთ და რა ჩვევები უნდა მივცეთ ბავშვს ფულთან დაკავშირებით, ვიტყვი იმას, რომ სანამ აქამდე მივთ არის რამოდენიმე თემა, რაც ბავშვთან ერთად უნდა გავლილი და გარკვეული გქონდეს, რომ მივიდეთ საერთოდ ფინანსურ განათლებამდე. პირველი თემა ძალიან მარტივი არის, რატომ არ შეიძლება ტყუილი. ახლა იფიქრებთ რა შუაშია ეს ფინანსურ განათლებასთან, მაგრამ ძალიან შუაშიც არის და მოკლედ მნიშვნელოვანიც არის. ფინანსებამდე, სანამ დავიწყოთ ლაპარაკს, უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რატოა ცუდი ტყუილი, რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ერთმანეთს არ მოვატყუოთ. რატო არ შეიძლება ტყუილი არის მარტივი, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი იტყუება, უფრო ცუდად გზნობს თავს, თვალები გაურბის თუ შეგიმჩნევიათ, მოკლედ რაღაცა ნერვიულობს და ყოველთვის ჩანს, როცა ის იტყუება, ამიტომ მოტყუება რო არ არის კარგი, ეხმარება ბავშვს მომავალშიც რაღაც ფინანსური კუთხითაც, რომ სწორად დააბალანსოს გაცემა მიღების თემა. შემდეგი რაც არის მნიშვნელოვანი, არის ის, რომ უთხრათ ბავშვს, რომ ავუხსნათ ის, თუ რატომ უნდა იყოს კეთილი. ჩემი აზრით ფინანსური განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ქვემოგებებაც და რაღაც გაცემის ნაწილიც, ამიტომ და მიმღებლობის ნაწილი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ სხვა თემებზე ვისაუბრებთ,
აუხსნათ ბავშვს, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კარგად იგრძნოს თავი, რატომ არის ყველა ჩვენ რაღაცნაირად ჩვენ გუნდში ვართ, ხო, ოჯახი, კომპანია, სადაც მუშაობთ, ადამიანებისთანაც ურთიერთობთ და გვსიამოვნებს, როცა საერთო საზოგადოებისთვის საერთო კარგ საქმეს ვაკეთებთ და აქაც ბავშვთან რო ვიწყებთ საუბარს, შეგვიძლია მარტივად დავიწყოთ ამაზე საუბარი, ვკითხოთ, როგორ გრძნობ, როდის გრძნობ შენ თავს კარგად, როცა ვიღაცას დაეხმარე თუ როცა ვიღაცა შენ დაგეხმარა. და ბევრი ფილმები არსებობს ამ სიკეთეზე, კარგად როცა იქცევი და ეს მეორე ნაწილი. მესამე მნიშვნელოვანი, ამას ვიმეორებ, მე მგონი უკვე მიეშვეთ, ყველგან ამას ლაპარაკობ, მადლიერება. იცით, ჩემთვის მადლიერება რამდენად მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ მადლიერება. ოღონდ ეს კი არ ნიშნავს, რომ მადლობის თქმა ვასწავლოთ, არამედ ის შეგრძნება, რომ მადლიერები იყვნენ რაღაცის მიმართ. მადლიერებას მოაქვს წარმატება, ჯანმრთელობა, მადლიერი ადამიანები უკეთესად სწავლობენ, ეს დადასტურებულია, რომ ყავთ უფრო მეტი მეგობარი და ამიტომ ეს მადლიერებას რო ვაჩვევთ და ერთხელაც ვიმეორებ მადლიერებას და არა კონკრეტულად სიტყვა მადლობას, ხო? როდესაც ბავშვებს ვაჩვევთ მადლიერებას, ბავშვობიდან, პატარაობიდან, მე მართლა ბევრს უფრო წარმატებული ადამიანები არიან, ჯანმრთელი, ბედნიერები, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ დავაძალოთ ბავშვს, აბა უთხარი დეიდას მადლობა რაღაც რო გაჩუქა, არამედ აი რაღაცნაირად ეს მადლიერების გრძნობის კულტივაცია უნდა მოვახდინოთ. ჩემთვის ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი მადლიერების დღიური ჩათვალეთ აქ, ნებისმიერი შემჩნევა და ხსენება მადლიერების. ძალიან კარგი არის ეს სიხარულობა და ჩვენი სპექტაკლი გამოხსენა. პოზიტიური აზროვნება ადამიანს რომ ასწავლო კმაყოფილება, ბედნიერება დაბადებიდან და ბავშვობიდან. რა ვიცი, ყოველ დღე გაიხსენეთ დღის ბოლოს რა არის სამი კარგი ამბავი რაც მოხდა ცხოვრებაში, შეიძლება რაღაც გარჩიოთ რაღაც სიტუაციები და იქიდან აპოვნინოთ, გარჩიოთ რა შეიძლება ამ სიტუაციაში კარგი იყოს. ცუდ სიტუაციაში, ცუდ არასასიამოვნო მომენტში, არასასიამოვნო ადამიანშიც კი ყოველთვის შეიძლება რაღაც კარგი ვიპოვოთ. მოკლედ ეს არის რაღაც საწყისი, რითიც მე ძალიან საბაზისოდ ვიწყებთ ბავშვებთან და მე უკვე რაც უფრო იზრდებიან, ნორმალს ვსაუბრობთ. პირველი მნიშვნელოვანი საწყისი ფინანსური განათლების არის, რომ ბავშვებს ვასწავლოთ, როგორ უნდა განვასხვაოთ აუცილებელი ხარჯები, ან სურვილები და სასურველი ხარჯები და სურვილები. ანუ რა არის ის აუცილებელი, რაც ადამიანს ჭირდება, ხო? მაგალითად, ის ნივთები, რომლის გარეშე ვერ იარსებებ, ხო? დინდა საჭმელი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, რა ვიცი, ტრანსპორტი და არსებობს ასევე ის ნივთები, რომელიც არის სასურველი ნივთები, რის გარეშეც კი შეგიძლია იცხოვრო, მაგრამ გინდა მაგალითად ახალი რაღაც მოდური ტანსაცმელი, ტელეფონი ახალი ან რა ვიცი, სკუტერი ასე შემდეგ. აქ არასდროს არ ვიძახით, რომ რაც ეს სასურველია და არა აუცილებელი, არ არის მნიშვნელოვანი. სასურველი ძალიან აუცილებელი ასევე უბრალოდ, როდესაც ეს არ არის აუცილებლობა, ამის დაგეგმვა და გადადებაც შესაძლებელი არის. რაც უფრო პატარა ბავშვი, ეს განსხვავება შეიძლება რაღაც სათამაშო ფორმით მოკლედ ასწავლოთ. სხვათა შორის არ ვიცი ამაზე უცებ აი სათამაშოების პატარა ჩანართს ვიტყვი, ყველა სხვადასხვა მიდგომა აქვს სათამაშოების. მე რადგან მე თვითონ სათამაშოების და თამაშების ბიზნესში ვარ, მე ძალიან მიყვარს სათამაშო, სახლში ძალიან ბევრი სათამაშო გვაქვს, მაგრამ არსებობს ეგეთი მოსაზრება, რომ ბავშვებს არ არის აუცილებელი, რომ ბევრი სათამაშო გქონდეთ და აჩუქეთ მარტო ახალ წელს ან დაბადების დღეზე და თან ანუ ხელმისაწვდომი თაროებზე არ იყოს მილიონი სათამაშო, არამედ რაღაცა 1, 2 ან 3, რომელსაც ადვილად მოკიდებს ხალხს და მოკლედ გაუფრთხილება. ასევე ვიცი რომ აპრაქტიკებს ბევრი სათამაშოების როტაციას, ამიტომ ეგეც როგორც თქვენ გაგიხარდებთ. მნიშვნელოვანი ნაწილი რაც აქვე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ბევრჯერ, აი ძალიან ბევრჯერ რამდენი ლექციაც გქონია ამ ფინანსებზე და ბევრი პროექტი გქონია. კითხვა უჩნდება ყველა მშობელს, რომ არის თუ არა საჭირო, რომ სახლის საქმეებში გადაუხადოთ ფული. ასევე მქონია შემთხვევა, როდესაც უთქვამთ, რომ აი წიგს კითხულობს ბავშვი და ერთ გვერდში ერთხელ ვხვდით. ანუ ეგეც მსმენია. მოკლედ, ჩემი დარწმუნებით, ამაში არც ერთი ფული ბავშვს არ უნდა გადაუხადო, რა თქმა უნდა, იმიტომ რაშიც შენ თვითონ არ იღებ ფულს, ბავშვსაც ეს ფული არ უნდა გადაუხადო. ამიტომ ნებისმიერ რაღაც რაშიც ბავშვს ფულს უხდი, ეს უკვე აღარ არის, ეს უკვე ხდება საქმე, რომელიც არასასიამოვნო, რა ვიცი, წიგნის დაკითხვაში ფულს რომ მიხდიდნენ, ეგრევე ჰობით აღარ დარჩება და სიამოვნებად დარჩება რაღაც სამუშაოდ, ჩემთვის პირადად, არ ვიცი, მე ეგრე მგონია.
სახლის ნივთი დალაგება და რაღაცები, რასაც ზოგი ბავშვი მაგალითად წყალს უსხავს, ყვავილებს, ხო განაწილებულია რაღაც სახლის საქმეები, მაგასაც ვეწინააღმდეგები, რომ ამაში ბავშვს ფული გადაუხადოთ. უბრალოდ მარტო იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც კონკრეტულად ამ საქმისთვის დაიქირავებდი ვიღაცას. აი მაგალითად თუ ქირავთ ვიღაცას, რომ ძაღლები გაასეირნოთ, შეიძლება გადაუხადო, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ამ თქვენ შულს ისე მოთხოვთ, როგორც იმ მესამე პირს რა. ანუ ეგეც თავისი ნიუანსი აქვს მოკლედ. მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც ბავშვი რაღაცას აკეთებს და გინდა რომ დავაჯილდოვოთ, მგონია რომ დაჯილდოება აუცილებლად და საინტერესო და აუცილებელი არის და აქ სხვა ფორმებიც არსებობს დაჯილდოების, რაღაცა ერთად რაღაცების კეთება, თამაში და რა ვიცი, გასეირნება და რაღაც დროის ერთად ტარება. შემდეგი საკითხი არის ჯიბის ფული, რომელიც ყოველთვის ვიცი ძალიან საინტერესოა. მე მგონია რომ ჯიბის ფული არის საუკეთესო გზა, რომ ბავშვმა ისწავლოს საკუთარი ფინანსების მართვა, როდესაც რისკი ძალიან დიდი არ არის დაკარგვის, იმიტომ რომ მაგ დროს ნივთები რასაც ყიდულობს არ არის ჯერ ისეთი ძვირი და თითქოს რაღაცნაირად სწავლობს ფულის კონტროლს და რაც თავარია დადასტურებულია, რომ ის ნივთები, რომელსაც ბავშვი თავისი საკუთარი ფულით ყიდულობს, ყოველთვის უფრო უფრთხილდება ამ ნივთებს. კითხვა ხშირად რაც გვიჩნდება მშობლებს არის, რამდენი უნდა მივცეთ, როგორც რაღაც ჯიბის ვთქვათ, ყველა ოჯახი თვითონ წყვეტს, რა თანხა უნდა მიცეს ბავშვს. მთავარია რომ ეს იყოს ის თანხა, რაც არ გენანებათ. მე მახსოვს, რომ რაღაცა კვირაში 5 ლარი თუ დავიწყეთ და უკვე ახლა თვეში ერთხელ ვურიცხავ რაღაც თანხასილიას. მთავარი რაც არის და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჯიბის ფული არის მხოლოდ ბავშვის საჭიროებებისთვის. ანუ ეს ამაში არ იგულისხმება საჭმლის ფული, არ იგულისხმება კანცელარია, სასკოლო ნივთები. ანუ ჩვენ ესე გვაქვს გაყოფილი, რომ ჯიბის ფული არის შენი ფული, რაშიც კი ამას ხარჯავ. უბრალოდ აი დანარჩენ მას კვების და იმის ნაწილს უზრუნველყოფთ ჩვენ. ეს კიდე არის კარგი დრო, როდესაც ბავშვთან იწყებს საუბარს ფინანსებზე, რომ ასწავლა თავარი რაც უნდა იცოდეს ბავშვმა არის ის, რომ ეს ყველაფერი რაც შემოსავალი ექნება და აქვს და მომავალში ექნება, უნდა გაყოს სამ ნაწილად. პირველი ნაწილი არის დაზოგვა, ანუ რაღაცა რაც უნდა დაზოგოს, რაღაცა არის რაც უნდა დახარჯოს და რაღაცა არის სიკეთისთვის, ანუ ქველმოქმედებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჯიბის ფული იყოს ყოველთვის ერთი და იგივე თანხა, რომ ბავშვთვის გასაგები იყოს და მიჩვეული იყოს ამ ფულს. ეს არ არის ხელფასი, ეს დანიშნულია ვთქვათ, არ არის თანხა, რომელსაც რაღაც შრომის ან რაღაცის გამო უხდის და კარგი იქნება, რომ პერიოდულად ეს თანხა გაიზარდოს. ანუ შეიძლება ყოველ წელს თავის დაბადების დღეზე 10%-ით გაზარდოთ, ან შეიძლება რაღაც სხვანაირად როგორც კიდათ. ძალიან დიდი აუცილებელი მომენტი არის ის, რომ ჯიბის ფულით არ ვსჯით ბავშვებს. ზოგადად კი იცით, ჩემი განწყობა დასჯის მიმართ, საერთოდ ვთვლი, რომ არ უნდა დაისაჯოს არავინ, უბრალოდ რაღაც პასუხისგებლობების აღება ხდება უკვე დიდ ასაკში, მაგრამ განსაკუთრებით ფულით ძალიან გთხოვთ, ფულით არასდროს არ დავსაჯოთ ბავშვები, იმიტომ რომ მე რაღაც ისეთი პატერნად ჩდება ხოლმე დიდობაში, არის მართლა რაღაც ფინანსური ძალადობის ნაწილი. ესე იგი, რომ დავუბრუნდეთ ამ ჩვენ განაწილებას, ეს 20% დაზოგვის, რას თქვით, კარგი იქნება, რომ რაღაც მიზანზე იყოს მიბმული, შეიძლება რაღაც მოკლე მიზანზე იყოს მიბმული, რომელიც პირობითად 1 ან 3 თვე გჭირდება, რომ დააგროვო თანხა, რომ რაღაც მიზანს მიაღწიო. შეიძლება, რომ ეს რაღაც უფრო ვიზუალურად ლამაზი იყოს, შეიძლება ეს ყულაბარაშიც აგროვებს იყოს მართლა რაღაცა ლამაზი, ან შეიძლება ჩანდეს კარგად ეს ყულობა ზედე ეწეროს რაღაც ან ეხატოს და შეიძლება თქვენ ხარის დაუჭიროთ ბავშვებს, რომ აი თუ მოასწრო და დანაზოგი გააკეთა საჭირო დროს, მაგათაც 3 თვეში დაზოგა რაც უნდა და ზემოდან დაუმატეთ რაღაცა 5-10%, ეგეც კაი არის. ასევე 10% ვთქვით ქველმოქმედებისთვის, ხო რაღაც სიკეთის კეთებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ეს. ოღონდ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასევე არის ის, რომ ქველმოქმედება არ უნდა მოდიოდეს რაღაც საცოდაობის შეგრძნებისგან კი არა, არამედ პირიქით აი რაღაცა პოზიტიური გრძნობიდან გამომდინარე რა. ანუ უნდა გვინდოდეს, აი პოზიტიური ბოდიში, ხო, აი პოზიტიური უნდა იყოს, რაღაცა ის ხორბლის კუთხით კი არა, რაღაც პოზიტიურობისგან უნდა იყოს რა. იყოს ეს ყურება რაღაც კეთილი საქმეებისთვის და ყველა შეგიძლიათ ჩადოთ შიგნით ფული მთელი ოჯახით. მგონია რომ აუცილებელია ყველასთვის რომ რაღაც ერთ ტალღაზე იყოთ ამ კუთხით.
კიდევ ერთი იდეა შეიძლება მოგაწოდოთ, რომ ხშირად დახმარება ჩვენ გარშემო ხალხს ჭირდება ხოლმე პირველ რიგში უფრო ვიდრე ზოგადად, ხო? მე მაგალითად ბავშვებს ვეუბნები ხოლმე, რომ ჯერ ახლობლებს კითხე, ჯერ ნაცნობებს კითხე, ვის ჭირდება დახმარება. ეს არ არის მარტო ფინანსებზე, ოღონდ რა, მინდა რომ ამას ხაზი გავუსვა, რომ დახმარება ნებისმიერი ადამიანს შეიძლება შენ ახლობელს უნდოდეს და ვერ შეამჩნიო. ამიტომ მოკლედ დახმარებას ყოველთვის ვიწყებთ გარშემო ადამიანებისგან და მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, ვავრცელებთ ყველგან. და მივდივართ იმ 70%-ზე, რომელიც არის დახარჯვის პროცენტი. აქ მართლა ფაქტობრივად არასდროს არ ვეკითხები ბავშვებს, კერძანო ჯერ პატარა არის ლილი ჯიბის ფულისთვის, მაგრამ არ ვეკითხები რაში ხარჯავენ ფულს, თუმცა კარგი არის რომ უთხრა რომ ეს ფული არ დახარჯან საჭმელზე, იმიტომ რომ სურვილი უჩნდებათ ხოლმე რომ რაღაც ტკბილეული ისეთი არაჯანსაღი რაღაცები იყიდონ, რასაც ჩვენ მისთვის არ ყიდულობთ და ყოველთვის ჯობია რომ აქ მოილაპარაკოთ რაღაც პოლიტიკა რა გაქვთ, რას ყიდულობენ მოკლედ საჭვლის კუთხით. და კიდე სხვათა შორის რაც კარგი იდეა არის დახარჯვასთან დაკავშირებით, რომ ბავშვს შეიძლება ვასწავლოთ, რომ მოდი სანამ რაღაცის ყიდვას გადაწყვეტ, მოიცადე 3 დღე და თუ 3 დღეში ისევ გინდა ეს რომ იყიდო, მაშინ კი ბატონო შენი ფულია და სინამდვილეში ძალიან თავისუფლად შეუნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ თავიდან როცა დაიწყება ეს ჯიბის ფულის მიცემა ბავშვისთვის, აი ბავშვები ხარჯავენ ყველაფერზე რაც კი შეიძლება და მე უკვე ნონა რომ ეჩვევიან, უკვე ცოტა სხვანაირად გეგმავენ ხოლმე ამ ამბავს. მნიშვნელოვანი არის კიდე ერთი ის, რომ თუ ბავშვი ხარჯავს ფულს იმაზე, რაც ჩვენ გვეჩვენება, რომ არასწორია და თუ მაგალითად რაღაც სხვა იყიდა და სხვა უნდოდა, ან მე უკეთესი გამოვიდა და ამაზე დიდი რჩევა, მოკლედ რომ არ დავუმატოთ ხოლმე ფული დამატებით და ჯობია რომ ცოდნით დავეხმაროთ რა, რომ შემდეგში მსგავსი რაღაც შეცდომა თუ რაღაც არ დაუშვას. პრინციპში მე მგონი ასე თუ ისე ყველაფერი გავიარეთ, რაც ეხება ფინანსებს და ბავშვებს, რაც ესე უცებ შეიძლება თავიდან ვთქვათ. და გთავაზობთ, რომ უკვე გადავიდეთ მეორე ნაწილზე, სადაც შემოგვიერთდება ნინო გიგაური, ჩემი მეგობარი და მართლა ექსპერტი ამ საქმეში და ვისთანაც ძალიან მინდოდა დღეს ზუსტად ფინანსებზე საუბარი და საუბარი ფულზე და როგორ მოვაწოდოთ სწორად ინფორმაცია ბავშვებს ამ თემასთან დაკავშირებით. ნინ, გამარჯობა. გამარჯობა. მინდა რომ წარვადგინო ნინო, იმიტომ რომ ამ თემაზე არ ვიცი ვისთან შეიძლება ვისაუბრო გარდა ნინოს, იმიტომ რომ ეს არის, ჯერ ეს ერთი ფინანსისტი, ბანკირი, აგერ უკვე მე-6 წელი IT-ის მიმართულებით არის ეს ადამიანი და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, აი მინდა რომ მივაზროთ, ჩანს free general რო აწერი, ესე იგი ამ ადამიანმა დაარსა ახალი მიმართულება და კომპანია, რომელიც ბავშვებს ეხმარება, რომ თავისი პროფესია არჩიონ და რაღაცა ამაზე ცალკე მოვყვეთ მოკლედ რა, free general-ზე, იმიტომ რომ მაგრამ მაინტერესებს, მინდა რომ ჩავეწერო ჩემი ორივე შვილით. მოკლედ, ჩემთვის ეს არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს მომავალ თაობაზე, იმ დონეზე, რომ რა ვიცი, კურსები გვაქვს ერთად გაკეთებული. ამის ავტორიც არის ნინო, აი ამ წიგნების. მე ვაბავდი რომ კიდე ერთი წიგნი გაგვეკეთებინა, მაგრამ ვეღარ მოიცა. მე სადაც მესმის ფინანსები ვადგები ამ ადამიანს მოკლედ და ნინ მართლა ეხლა კი ჩამოთვალე რაღაც შენი პროფესიული ნაწილი, მაგრამ არ შემიძლია აღნიშნო შენი ისეთი პირადი მხარე, როგორც დედა. რომელსაც ყავს ფანტასტიკური შვილები, მე არ ვიცი, აი ამბიციურები, ყოჩაღები, წარმატებულები უკვე. პატარა ხო ბიზნესვუმენებიც არიან შიგნით. ხო და ნინ, ხო ხარ ჩემთვის რაღაც ინსპირაციული დედა მაგკუთხით, როგორ უსხავ წყალს შენ შვილებს, რომ სულ იყვნენ წარმატებულები, ყოჩაღები და ცოტა ახლა იცი რას ნანა, უფრო კი ფინანსებზე მოვედით სალაპარაკოთ, მაგრამ კიდე ხარ შევხვდეთ ამ რაღაც მომავალ პროფესიებზე რომ ვილაპარაკოთ. სიამოვნებით. ხო და რადგან დღეს ფინანსებზე ხვდებით, მაინც პირველ კითხვას მაგით დავიწყებ რა, რომ შენ ჩემთვის ხარ აი მართლა იდეალი დედის, რომელიც უწყობს ხელს თავის შვილებს არა მარტო ზრუნველობით აღზით ასე შემდეგ, არამედ მათ აი რაღაც განვითარებას სულ უწყობს ხელს. ხან ეტიკეტებს უკეთებ რაღაც სამაჯურების ბიზნესისთვის, ხან პლაკატებს უბეჭდავ, ხან ფოტოსესიებს უწყობ. ხო და აი მოდი მაგკუთხით დავიწყოთ რა. როგორ გამოხვედი? აი ამ კუთხით როგორ ხარ რა? აი რამდენად თვლი რომ მნიშვნელოვანია რომ დედა იყოს ჩართული აი ამ კუთხითაც
ბავშვის წარმატების კუთხით რა მომავალში. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია შენთან რომ ვარ, ჩემთვის არის პირველი პოდკასტი და ხო რაღაცა ბევრი რაღაც ჩამოთვალე და ესეა ზუსტად ანუ ერთია რომ ჩემი კუთხით ხა პროფესიები რაღაც მიმართულებები რამდენჯერმე შევიცვალე თუმცა ყველაზე საინტერესო მიმართულება ჩემთვის არის ბავშვებთან ერთად მუშაობა და ზოგადად მგონია რომ ბავშვების ინსპირაცია, მოტივაცია და აღფრთოვანება ცხოვრებით არის ყველაზე სახალისო რამე რაც შეიძლება ადამიანმა და მით უმეტეს დედამ გააკეთოს. ამიტომ ხო რაღაცები ვითამაშეთ ჩვენც რეალურად მიზანი იყო ის რომ ბავშვები აი ეს რაღაც ისეთ პერიოდი გვაქვს ისეთი ხანა გვაქვს საუკუნე რომ გაჯეტებზე დამოკიდებულების პრობლემა ყველასთან არის, ყველა ასაკში და შესაბამისად ბავშვებთან რა თქმა უნდა არის და აი პანდემიის პერიოდში როცა გამწოვდა ეს პრობლემა, თქვი რაღაცნა გავაკეთა და ამ დროს დავიწყეთ საუბარი ზოგადად როგორ მუშაობს სამყარო, როგორ მუშაობს ეკონომიკა. შეშვილებთან? ხო და ეგ მაინტერესებს, რომ იციან ხო შენმა შვილებმა რას აკეთებს სამსახურში? იციან და ამას ვუხსნიდი სულ და ძალიან რთულია რომ ეს ახსნა მარტივად, ისე რომ გაიგონ, რომ დედა რაღაცას აკეთებს, ახლა ეს არ იყო საკმარისი ჩემთვის და ამიტომ ძალიან მარტივად ახსნა და გაგეცინება სახლში ვიჯექი და პანდემიის დროს პრეზენტაციებს ვაკეთებდი PowerPoint-ში, რა არის კომპანია, იურიდიული პირი რა არის, ვერ ხვდებოდნენ საერთოდ რა არის კომპანია, რა არის იურიდიული პირი. რამდენი წლისები იყვნენ? 11-ის იყვნენ უფროსები და პატარა იყო 6-ის. ხო და აი ესე ნელ-ნელა ახსნაში მე რაღაცა ეკონომიკის ნაწილებმა დააინტერესა, მოკლედ გავუკეთე მომზადე პრეზენტაცია და ეს პრეზენტაციით რა უხსენ და რაღაცა თანუ დიდი მნიშვნელობა როგორ უხსნი და ამას რაღაცა თეატრალურად და ისე მოეწონათ რომ თხოვეს რომ აი მე ესე ჩვენს მეგობრებსაც დააინტერესებდა და გეხვეწებათ ჩვენ კლასელებსაც ჩაუტარეო და ზუმით რაღაც წინა საახალწლო პერიოდი იყო მახსოვს რაღაც ერთი კვირა იყო ახალწლამდე და აი ესე მთელი კლასი მოვიწვია და ზუმში ჩავატარე ლექცია ეკონომიკა ტურიზმი ესეთ რაღაცებს და მე აი ამან გააღვივა ინტერესი რაღაცაად ბავშვებში უფრო მეტი კითხვები დასვეს და მე წამოვიდა ბიზნეს იდეების რაღაც ნაკადი ორიენტელი კი და აქედან ერთ-ერთი შევარჩიეთ რაღაცა გვემარტივა და ხო სამაჯურებს ვაკეთებდით ესე სახლში ხელნაკეთს მე მახსოვს რომ ნინომ კურსი ქონა თამაშობანაში და იქ elevator pitch ახლა ვისმეთ და იცით რომ რაღაც უნდა მოასწრო შენი იდეა ისე მიაწოდო ადამიანს რომ ჩაეტიო იმ დროში სანამ მასთან ერთად ლიფტში მიდიხარ რაღაც 1 წუთი თუ რაღაც და თუ 30 წამი და მოგეთ ამ დროს ნინოს ქონდა ხელით ამოჭრილი ფერადი ქაღალდები ყუთში დამაგრებული ზემოთ ამ ბავშვებს აყრიდა ამ კოფედის დაჭროს ანუ თეატრალიზებული ერთი კრეატიული მეორე და მესამე თან აი ბავშვებისთვის გასაგებენაზე აი რა უნდა გავაკეთოთ რომ საქართველოში გაიხსნას დისნეილენდი ამით იწყებოდა კურსი და უცებ მეც კი დამაინტერესა რომ რა უნდა გავაკეთოთ მოკლედ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორი ფორმით მიაწვდი ბავშვებს ინფორმაციას და აი ზუსტად მაგით მინდა დავიწყო შენთან საუბარი რომ როგორ დაიწყონ მშობლებმა ბავშვებთან საუბარი ფინანსებზე ელემენტარულად ან აი რომ არ დაუშვან რაღაცა ის შეცდომები რა ჩვენ დაუშვით ბავშვობა თუ უნდა დაუშვან არც ვიცი ხო აი როდის იწყება საუბარი ფულზე ბავშვებთან კი საუბარი უნდა დაიწყოს ძალიან ადრე ფაქტიურად 6 წლის ასაკიდან ანუ პრინციპში ბავშვი როგორც კი პირველ საჩუქარს მიიღებს ფულადის სახით მოდი ესე ვთქვათ ხო ბები აჩუქებს ვიღაც აჩუქებს ხო ანუ რეალურად უკვე შეგვიძლია რომ ბავშვებთან დავიწყოთ ფინანსებზე საუბარი და ფულზე საუბარი ფინანსებს როცა ვამბობ ანუ ეს სიტყვა ცოტა ისეთი არის ძალიან მრავლის მომცველია და ბევრისთვის რაღაცა რთულ კონცეფციებთან რა თქმა უნდა არის გულისხმობა ფინანსების ღრმა ანალიზი ასე შემდეგ რა ანუ საუბარია იმაზე რეალურად რა არის ფული როგორ უნდა გამოვიყენოთ ცხოვრებაში და ეს ფული რესურსია საშუალება რომელიც შეიძლება ძალიან გვეხმარებოდეს და შეიძლება პირიქით ძალიან რაღაცა ცუდ სიტუაციაში ჩაგვაგდოს თუმცა აი ძალიან საინტერესო რაღაც თქვი რომ მნიშვნელოვანია როგორ მივაწვდით ამ ყველაფერს ბავშვებს იმიტომ რომ აი ხა ბავშვს რო პირდაპირ დაუწყურე ნახეთ ფული ეს არის ესე უნდა შეაგროვა ეს უნდა გააკეთო აი რეალურად რაც როგორ თქვა ესე გაწერილი წესები რაც არის ფულის მართვის ამ შემთხვევაში პერსონალურ ფინანსებს და რაღაცა პირადი ფინანსების მართვას გულისხმობ რა თქმა უნდა არა კომპანიების ფინანსური ანალიზის კუთხით არის გულისხმობა ბავშვი ნახე შეიძლება მოგისმინოს გააჩნია ბავშვის ხასიათს ბავშვი თუ რაღაცა ისეთი აყურებდა მოგისმენს გაგიღიმებს რა საინტერესოა გეტყვის მაგრამ რეალურად არ მიწვდება მის ემოციას მნიშვნელოვანია რომ ბავშვისთვის რაც რელევანტურია რაც მის ანუ ახლობელი თემა ახლობელი პრობლემა ზუსტად იმ ნაწილს უნდა მივუწდეთ და ისე უნდა დავიწყოთ საუბარი ფულზე მე მახსოვს რომ ილიას რო უყვებოდი ფულზე მე თვითონაც ძალიან მაინტერესებდა ფულის ისტორია თან ახლა რაღაც წიგნს ვთარგმნით ჩვენი გამოცდილებით და ის პირველი ნაწილი ამ წიგნის არის ამ ფულის ისტორიას და ანუ როგორი ფული იყო ადრე რომ ნიჟარებით იყო მიმოცლა მე რაღაც ზოგ აფრიკულ ქვეყნებში
დიდი ქვები და ანუ იმდენად აი ამ კუთხით საინტერესოა ბავშვებისთვის რომ მე ოქრო და ვერცხლი რატო იყო ეს რას ნიშნავს მოკლედ ეგ ნაწილი ვიცი რომ ჩემი აზრით არ ვიცი ალბათ დამეთანხმები არის ის რომ აი რაღაცა ფულის ისტორიაც თუ ესეთი საინტერესო კუთხით მიაწვდე ეგეც საინტერესოა რა ზუსტად ესე გქონდა ჩვენ აი ჩემს წინა პროექტში სკოლაში სადაც ფინანსების და რა არის ფული მოკლედ ფულის კურსი გქონდა ზუსტად ასე ვიწყებდით ნიჟარებით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვს ესმოდეს რა როლი აქვს ფულს საერთოდ ეკონომიკაში ეკონომიკაც მათთვის რთული სიტყვა ანუ რაღაცა როგორ მუშაობს სამყარო როგორ მუშაობს ქვეყნები ქვეყანა და ძალიან აინტერესებს სხვათა შორის აი მანდ ვეკითხვა. თუ შობელმა არ იცის. მე რატომ მინდა გითხრა, აი ხო იცი მე სუბაგოს ვიძახი არანაირი გას, მაგრამ რეალურად შობლებს ახლა შენ და მე შეიძლება გვაქვს ეს ფინანსური ბექგრაუნდი, მაგრამ არ ვიცი, ვისაც არ უსწავლია ფინანსები, როგორ შეიძლება სად უნდა მიიღოს ეს ინფორმაცია, რა ვიცი, წიგნებიდან კურსი. აი რას ურჩევ შობელს, რომელმაც აი მართლა არ იცის, არ უსწავლია, არ უსწავლებია ჩვენთვის არავის რა რეალურად. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ შობელმა თუ არ იცის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ შობელი როგორ იქცევა, როგორ მართავს თავის ფულს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, თქვა ბავშვებთან მიმართებაში, ანუ ერთი რომ შეიძლება თეორიულად უთხრა უხსნან, მიიყვანო კურსზე და დაასწრო, მაგრამ შობლის როლი არის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შობელი არის რაღაცა მოდელი, ყველაზე საუკეთესო და ეფექტური მაგალითი, არა მარტო ფულის ნაწილში ზოგადად ცხოვრებისეულად ბავშვისთვის. შესაბამისად, ხო, თუ მშობელმა არ იცის, თქვა ფინანსური განათლება არ აქვს, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ფინანსური პირადი ფინანსების, ანუ პერსონალური ფინანსების მართვა არ გულისხმობს იმას, რომ მშობელი უნდა იყოს ფინანსისტი. ხო, იმიტომ რომ აქ არის საუბარი ძალიან მარტივ ფინანსურ რაღაცა კონცეფციებზე, ფაქტიურად ტექნიკური კუთხით არ ვიცი მიმატება გამოკლება მაქსიმუმ გამრავლება გაყო მე დაწყებითი კლასის მასალა რეალურად მათემატიკური კუთხით რო შევხედოთ სხვა მხრივ არის სრულად ქცევითი ნაწილი ჩვევების ნაწილი და აი რაღაცა ისეთი ინფორმაცია რაც ძალიან მარტივად არის ხელმისაწვდომი კურსების სახითაც და წიგნების სახითაც ხო მე ხვდი უბრალოდ უნდა ქონდეს ინტერესი რა მაგას ინტერესი მშობელს და აუცილებლად თუ მშობელი გრძნობს ამ კუთხით დანაკლის ჯერ აუცილებელია რომ მან შეივსოს ზუსტად ისიც მოსვლა რომ უთხრა რომ არ ვიცი აი ეგეც მინდა რომ თქვა იმიტომ მე ბევრი თემა რაც არ ვიცი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ადამიანმა. და თავიდან მეჩვენება და რადგან უფროსი ხარ ბავშვი რომ ის კითხვით, უნდა აუცილებლად გასცე პასუხი, იმიტომ რომ რაღაც ავტორიტეტით რა ცოდ. მე მივხვდი რომ ძალიან მოსულა რა თქვა რა უდე არ ვიცი, მოდი ერთად მოვძებნოთ, წამოდი ChatGPT-ს გითხოთ, არის. და მე მაგრამ ეხმარება, იმიტომ რომ ძალიან მაგარ თემაში ხა ბავშვი რაღაცად ისე აღიქომს ეს მშობელი არის რაღაცა საოცრება, ესე დაიბადა, გაუმართა თვითონ, ანუ ეგეთ დროს თითქოს უფრო უმცირდება ხოლმე თვით შეფასება ბავშვს, რომ იმ თქვენ შეძლებთ მე ვერ შე. აი ყოველთვის ვცდილობ სხვათა შორის, რომ აი თუ რამე არ ვიცი, აი ყოველთვის ვარ, მაგრამ ეს არ ვიცი, ნახე არ გამომდის და მოდი ერთად გავაკეთო, რომ ის მე რო ჩემს წარმატებას ხედავს, იცის ასევე ის, რომ ეს წარმატება თავისთ არ მოვიდა, რომ მე გავიარე რთული გზა მეშინოდა, ცოტა ვიტირე, ცოტა შემეშინდა, ცოტა წავიქეცი მე ავდექი. ესე რომ აი ეგ რო რაღაცა არ იცი, მოკლედ ამას ბავშვს ეუბნება და ერთად მოდი ერთად ვისწავლოთ, ეს არის ძალიან ეფექტური გზა. და ერთი კითხავ მანდ ერთი ჩემ მეგობარი ყვებოდა, რომ ჩემ შვილებს ვანახებო ჩემ გზასო, აი ოცნებების და მიზნების კუთხით. აი მე ჩემი მიზანი იყო, რომ ჩამეხურა სესხი, იპოთეკაო რა. და ამ მომენტში სულ ეუბნებოდი, რომ აი რაღაც ამ გზაზეო დავიყენე ჩემს გვერდით თინეიჯერი შვილები ყავს რა და რო ჩავხურა იპოთეკა, ერთად წავედით ვიზეიმეთო რესტორანში, ანუ მინდოდაო მეჩვენებინაო, რომ ისიც არის ამის მონაწილეო და აი რომ ენახაო, რომ ამაში რესურს დებდი, რაღაცებს ვითვლიდი, რაღაცებს ვიკლებდი, მაგრამ ერთად ვიზეიმეთ, როცა ეს გამომივიდა. ზუსტად ასე. და ყოველთვის ვცდილობ მაგას. ყოველთვის ვცდილობ, რომ აი დიდ გადაწყვეტილებას. მე არასდროს ხო და აი ყოველთვის იციან რა ხდება ჩვენს ოჯახში ფინანსურად? აუ, კარგად გვასწავლე. იმიტომ რომ ერთის რო სხვა შორის გარდა ფინანსური განათლებისა და როგორ თქვა დისციპლინისა, რაღაცა მოკეთ იმაშვებიან. აი არ გაურბიან მე ამ თემებს, თვლიან რომ ახლოს არიან, იციან ეს რაღაც მათია და გარდა მაგისა, აი საოცრად კრავს ოჯახს, იმიტომ რომ ისინი ხედავენ რომ შენ დიდურ საქმეებში რთავმად და რაღაცა ისეთებს უყვები, რაც წესით ბავშვებისთვის ეგ რაღაცა და ჩვენ კულტურულ ნაწილში ხო იყოს სულ რაღაც უხერხულია ფულზე ფული ხელის ჭუჭყიავს გასი რაღაცა და მგონია რომ მაგიტო ჩამოგვიყალიბდა უმეტესობას შეგრძნება რომ ფულზე საუბარი უხერხულია. თუმცა ჩემი დაკვირვებით ოჯახები სადაც ფულზე საუბრობენ და ჩართულები არიან ბავშვები, ანუ ამ ოჯახურ სისტემებში ბევრად უფრო წარმატებით გამოსდით ბავშვებს მერე თავისახად. და აი როგორ მაგალითად რაღაც გეგმას რო რაღაც მიზანი რო გაქვთ ერთად განიხილავთ ხო? ერთად განვიხილავთ.
მიზანი გვაქვს, ალტერნატივები გვაქვს, თქვა შეგვიძლია გავაკეთოთ ეს, მაგრამ ამას თუ ვიზამთ, მე ამას ვერ ვიზამთ, ამას თუ ვიზამთ, მე იმას ვერ ვიზამთ. აბა რა გავაკეთოთ და ეს ვშევლობთ ხოლმე. იცი რა არის ერთია რომ რაც გაქვს იმ ნაწილის მართვა და მე ყოველთვის იმის ხაზგასმა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ რო ცხოვრობ, აი ყოველდღიურობა მიზნები მომავალი, ყოველთვის უნდა ეცადო რომ განვითარდე, გახდე უფრო და უფრო მაგარი, რომ შეძლო რომ შექმნა ღირებულება. რაც უფრო მეტ ღირებულებას შექმნი ცხოვრებაში, მით მეტი გექნება მე ფული და მე სამართავიც უფრო მეტია და ანუ მართვა და ღირებულების შექმნა ხო რაღაცა თანაბარი დოზით არის მოკეთ ჩემი აზრით მნიშვნელოვანი რამე და ბავშვებთან ორივეზე უნდა ვილაპარაკოთ. ხო და აი მანდ ერთი კითხვა მაქვს შენთან კონკრეტულად ჯიბის ფულზე რა, იმიტომ რომ რაღაც ლექცია გქონდა თამაშობანაში და იქ ერთ-ერთმა დედამ მიკითხა რომ მე რაღაც საუბრობთ მე და ეს წამყვანი შალვა ახარხაძე რომ მოკლედ აი ჯიბის ფული ძალიან მნიშვნელოვანია რომ მეც ეგრე ვაწევ რა ჩემს შვილებს ჯიბის ფული აქვთ რაღაც შვილებს არა ლილი ჯერ პატარა მაგრამ ილიას ან ყოველ კვირის ბოლოს ერიცხება რაღაც თანხა თავის ბარათზე და ოღონდ ამაში არ შედის საჭმლის ფული რა ანუ მე კონკრეტულად ვეუბნები რომ აი ჯიბის ფული ცალკე არის ანუ საჭმელი წიგნები რაღაცები რაც სწავლისთვისაც საჭირო ეს არის ცალკე თანხა ამას რაღაც ცალკე უზრუნველყოფთ გინა თანხით გინა საჭმელი თვითონ მაგრამ მან ამ შობოს ქონდა ძალიან დიდი კითხვის ნიშანი თვალებში როგორ ანუ ისე აძლევთო ფულსო არაფრისთვისო და რა ჩავეკითხეთ მე ვაძლევ მარტო დამსახურებისთვისო ან თუ რაღაცა გააკეთესო ან თუ რაღაცა მოკლედ ხელფასის კუთხით რა რაზეც მე და შალვა მოკლედ ძალიან ისა ვუმტკიცებდით რომ მნიშვნელოვანია რომ ჯიბის ფული ზუსტად იმისთვის რომ არაფრისთვის არის რომ შენი შეცდომები დაუშვა შენი რაღაცები და აი ცოტა შენი ფიქრები ჯიბის ფულზე რომ გაგვიზიარო. ნახეთ, ესეთია დამკვიდრებული აზრია, ძალიან პოპულარული, რომ რაღაცა ის დასავლეთშიც რა, ეს ლიტერატურაშიც ესე წერია, რომ ბავშვი თავიდან უნდა მიეჩვიოს, რომ არაფერი გამზადებული არ მოდის ამ ცხოვრებაში და ფული თუ გინდა დაალაგე სახლი, გააკეთე რაღაცა სახლის. მე არ ვეთანხმები, მაგრამ სასწაულად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ პირველი არის ანუ ყველაფერი უნდა იყოს ლოგიკური. ეხლა ბავშვის გადმოსახედა რომ შეხედო, ძალიან არალოგიკურია, რომ რამიცი სახლის დაალაგებაში თუ მომეხმარა ბავშვი მე ამაში ფული გადაუხადო, ის სასწაულად რანაირი დედა ხო არ იღებ მაგაში ფულს. რა თქმა უნდა. და ჯერ ერთი აი იდეურადაც არ მომწონს, იმიტომ რომ ბავშვნა ესმოდეს, რომ რაღაცებს აკეთებს, იმიტომ რომ უბრალოდ ადამიანებს დაეხმაროს და იმიტომ რომ მის პასუხისმგებლობა შესაბამისად მოკეთ ოჯახურ გარემოში სასტიკად არ ვეთანხმები იმას, რომ ბავშვებს სახლის საქმეში ფული უნდა გადაიხადოს. აი 10ჯერ მეტ რესურსს დავხარჯავ და დროს რომ ბავშვს რამე საქმე წამოვაწყებინო, ისე როგორც თქვა ჩვენ შემთხვევაში ბესტი ერქვა იმ კომპანიას, რაღაცა სამაჯურების კომპანია და გავყიდეთ ერთად და რეალურად ფული იშოვეს რეალურად ამ მე შეძლეს კომპიუტერის ყიდვა ამ თანხით და შესაძლოა ანუ ესეთი კუთხით უფრო სწორია ჩემი აზრით ვიდრე ხელოვნურად გამოგონილ გარემოში იმიტომ რომ ბავშვი ხვდება ყველაფერს ძალიან კარგად და მე მგონი რომ პირიქით უფრო ვაბნევთ და რაღაცნაირად ისეთია რა დასკვნები ვერ გამოგს სწორი მოდი ესე ვთქვათ მიზანი ხო ეგ არის და ჯიბის ფულის ეხა როგორ ჩვენ თქვი ხო იდეალური ვარიანტია ეს იმიტომ რომ ბავშვს ისმის რომ დედა უზრუნველყოფს დედა მშობელი რა მნიშვნელობა აქვს თქვა აძლევს სახარს თანხას და ეს არის უკვე გადასარევის საშუალება იმისი რომ ბავშვმა პირველი ნაბიჯები გადადგას რომ თავისუფალი ფული მართოს აქ აქვს უკვე შეეშალოს შეცდომები დაუშვას და ჯობია ადრე შეეშალოს ჯობია 10 წლის და 12 წლის ასაკში შეეშალოს ვიდრე 32 წლის ასაკში როცა სასწავლო გაცილებით მეტი რამე იდება და აი მანდ რო არის მაგალითად ჯიბის ფულის და ეხლა ჩვენ შემთხვევაში გეტყვით მაგრამ ჩემი შვილი არის შეშლილი ლეგოზე აი აგროვებს აი აღარ სახს ჩვენ ვერ ვეტევით ან ლოგინშიც კი ლეგოს ძინავს ჩვენთან მოკლედ ძალიან ბევრი ლეგო გვაქვს და იმ დღესაც რაღაც მოვიდა ჩემთან და მეუბნებოდა რომ აი და უნდა ერთ ლეგოსაც ვიყიდე აი საკოლექციო რაღაც მოკლედ ჩამიტარა პრეზენტაცია რატომ უნდა იყდეს და ვამბობ რომ შენი ფულია აი ეგ ჯიბის მე არ ვერევი როგორც გინდა ისე დახარ სწორია ეგ თუ დიდ შენაძენზე მაინც უნდა ჩაერთო როგორც მშობელი მე მგონია რომ როგორ უნდა ჩაერთო მაგრამ როგორ უნდა ჩაერთო მგონია რომ უნდა უთხრა აი ინფორმირებული უნდა იყოს ინფორმირებული არჩევანი უნდა მიიღოს რა ანუ კი შეგიძლია შენთვის ძალიან გიდე შეგიძლია მაგრამ აი რომ გესმოდეს სწორად თქვა ეს მე ნიშნავს იმას რომ ამას ვეღარიზამ იმას ვეღარიზამ შეიძლება რეალურად უღირდეს იმ სიტუაციაში თქვა კონკრეტული რაღაცა ნივთის ყიდვა ხო ამიტომ მე მგონია დიდობაშიც ეგრეა რა აი რაღაცა ზოგადად არ მიყვარს შეზღუდვები და ეს პერსონალური ფინანსების კუთხითაც ხო როგორ უნდა მართოთ ჯერ იდეურად ვიღაცამ რომ დამიწესა წესები როგორ უნდა მართოთ ჩემი ფინანსები თითქოს ეს არ მომწონს რა და რაღაცა სულ ვცდილობ რომ არა იცი ეგ ხომ არა მე ჩემებურად მირჩევნია მაგრამ მთელი არსი არის იმაში რომ ვიცოდეთ რა რას ნიშნავს ერთი ქცევა საით წაგვიყვანს მეორე ტიპის ქცევა საით წაგვიყვანს და მე ინფორმირებული გადაწყვეტილება მივიღოს მე ხვდი ბავშვებსაც რაც უფრო ადრე შევაჩვენ აი ყულაბა ბავშვი ელექტრონული თუ ფიზიკური მნიშვნელობა
არ აქვს, რას ვაჩვევთ ბავშვს, რომ რაღაც ნაწილს ინახავს, რაღაც ნაწილს ხარჯავს, რავი, ქველმოქმედება, არ ვიცი. აი, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს აი ეგ რაღაც საბაზისო ცოდნა. პირველ რიგში ბავშვებს რაღაცად გეგმო. ჯერ აი უნდა ესმოდეთ ამ ყველაფერს რატო აკეთებენ. მგონია რომ მიზნების დასახვა არის მნიშვნელოვანი ჯერ ბავშვებისთვის, აი მან შემოდი საკმაოდ სირთულე, იმიტომ რომ აი მიზანი, ოცნება, ცოტა ისეთია რა, ეხლა დიდებისთვის სხვა მოცემულობაა და ბევრი საფიქრალი გვაქვს და ბავშვების შემთხვევაში ცოტა რთულია, იმიტომ რომ ყველა მიზანს შოველი უგვარებს. ხო, ამიტომ აი მნიშვნელოვანია მიზნის არსებობა და აი მან შეგვიძლია მე კიდე გავავრცოთ ეგ თემა, რომ რეალურად თქვა ცოტა ხო რა როცა ბავშვს არ აქვს მიზანი, არ აქვს ოცნება, როგორ ვიმუშაოთ მაგ მიმართულებით ეგ პირველი და ყველაზე მთავარი. მეთყვი თუ თქო. კაი, ეს იყო შემდეგი შეხვედრა, free general შეხვედრა. კაი. კი ბატონო. და მე უკვე როცა ბავშვს მიზანი აქვს, აი აქ უკვე მუშაობთ იმაზე, რომ თქვა ამ მიზანს როგორ მივახციოთ, ხო? აი მიზანს აუცილებლად რესურსები ჭირდება და რესურსებში ფინანსური რესურსი არის მთავარი. და აქ უკვე არის შემოდის ელემენტები რაღაცა ქცევის, აი ძირითადი ანაბანა ფინანსების, რომ თქვა აუცილებელია რომ თანხა რომ მივიღეთ, კი ბატონო გვაქვს სურვილები ვხარჯავთ, მაგრამ აუცილებელია რომ რაღაცა ნაწილი, აი ვითომც არ არსებობდა, ვითომც ხარჯი იყო ეს რა არის ეს ნაწილი? გადადოს, იცი როგორ არის? ესეთი არის სხვადასხვა მეთოდები, ზოგადად 10% საკმარისია, ზოგადად 30, ზოგადად ანუ სხვადასხვა მეთოდებია, ეს ყველა მეთოდი უნდა იცოდეს ბავშვმა და ესმოდეს რომ თუაც გადადებს რას ნიშნავს, თუ მეც გადადებს რას ნიშნავს და ასე შემდეგ. ძალიან კარგია რომ ახსენე ქველმოქმედება, იმიტომ რომ ამ ნაწილშიც როგორ არის, ამ ნაწილში იდეურად მოყვებიან, მაგრამ ანუ უჭირთ გაცნობიერება, რომ ეს ანუ მათი ფინანსები ამინც არ შექმნის ესე გონიათ რა, რეალურად დახმარება რაღაც უფრო სხვა სახით წარმოუდგენიათ და აი აქ მე რეალური მაგალითებია ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვათ აი ეს ქველმოქმედება, თანხის გადადება ქველმოქმედებაში რეალურად ერთი რო სიკეთეს აკეთებს კონკრეტულ შემთხვევაში და ჯამურად მე ყველა რო ესე მოვიქცეთ ეს რას ნიშნავს დღიანად გარემოსთვის. კაი, საბაზისო თქვით, მაგრამ რეალურად როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს მე რას ვაკეთებთ რა, ხარჯები ეს ბიუჯეტირება აგერ და დაზოგვა გავიარეთ. აი ეხლა როგორ უნდა ვასწავლოთ შემდეგი თემა. აი ყველაზე მეტად გინდა მეწარმეობა, გინდა ინვესტირება რა. ზუსტად. მგონია რომ მაგით უნდა დავიწყოთ. მართლა? კი, აუცილებლად. ანუ უნდა დავიწყოთ მეწარმეობით, ზუსტად, იმიტომ რომ მიზანი, იდეა თუ არ აქვს ბავშვს, აი უბრალოდ ფინანსების მართვა, ვერ ემოციას არ უღუებს ასე რომ ვთქვათ რა. ძალიან კაი ასე. უნდა დავიწყოთ აუცილებლად იმით, რომ ბავშვებს აი დავაინტერესოთ გარემო, რომ სამყარო როგორი საინტერესოა, რამდენი შესაძლებლობაა, რამდენი რამის გაკეთება შეუძლიათ და რომ აი არჩევანის აი უდიდესი თავისუფლება აქვთ და რა სფეროც არ უნდა აირჩიონ, იქ რო შეუძლიათ, რომ თავისი მაგარი რაღაც გააკეთონ. აი ამით ესაა მოტივაცია. ეს არის მოტივაცია, ეს არის მე ის რაც მიიყვანს უკვე ემოცნებამდე, რაც მიიყვანს კონკრეტულ გეგმამდე და აბა ეხა როგორ გავაკეთოთ ეს? და აბა სხვებმა როგორ ქნეს და ეს სხვების მაგალითი უკვე რეალური შემდგარი კომპანიების მაგალითებია და ხო აი ინვესტიციები ძალიან აინტერესებთ, რომ აი Google რა რამდენს რასაკიდან შეიძლება ამის გაკეთება? ძალიან პატარა, აი რა 9 წლის ასაკიდან. 9 წლის ბავშვი როგორ უნდა, აი როგორ ტექნიკურად ხო არ გამოვა, ჯერ ალბათ უნდა ინფორმაცია მოაგროვოს? არა, თვითონ გაუჭირდება, თვითონ რაღაც ინფორმაციებს კრებენ სხვა შორის დამაგრება, ჩემი პატარა იცი რა არის რაღაც საიდან შემხვდა TikTok-ზე. კი, მოკლედ ინფორმაციებს რაღაცებს იღებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ კარგად მარტივად მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და სახალისოთ რა, ეს თქო ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ გააჩნია, შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს თემა, მაგრამ თუ არასწორად მოგაწოდეს, თვლი რომ ის თემა შენი არ არის და შენი არ გიყვარს, ამიტომ ინვესტიციებით მათ შორის ინვესტიციებსაც უნდა ველაპარაკოთ ძალიან საინტერესოდ, საბავშვოდ, ისე რომ გაიგონ რეალურად. ჩვენ ქვეყანაში 18 წლიდან შეიძლება ინვესტიციების მართვა, რაღაც ყიდვა გაყიდვა 18. და ამ დროს დამადგა ჩემი პატარა მეუბნება, მოკეთ შეთანხმდნენ ბავშვები და მოდიან და მეუბნებიან, რომ რაღაცა მისახელებენ კომპანიას, ამ კომპანიის აქციო დაბადების დღის თანხა შეკრიბეს. მოკეთ აი ამ კომპანიის აქცია რომ ვიყიდოთ. წარმოიდგინე, მგონი მე მაქსიმუმ Google-ი, მაგრამ Apple ეს რა კომპანიაა შვილ. რაღაცა ის არის კომპიუტერული თამაში უძველესი მახსოვს, ჩემი ძმას თამაშობდა, მე მგონი ბავშვობაში GTA. GTA რო ერთი წუთი. უძველესი ეხასთან მინდა გითხრა GTA-ს მეც თამაშობდი ჩემი. თამაშობდი, მე არ მითამაშია. მოკეთ GTA-სო აქცია, ეს არის ეს კომპანია, მოკეთ GTA-ს ფლობს და GTA-ს ახალი ის გამოვაო, ეხა მოკეთ ახალი რილიზი და ავარდება. მალე არა და გათხრა წელიწად ნახევარში 2 წელიწადში და მე ეს ადრე ხდება რა, შარშანთო და ეს რა ქვია
ძალიან მოიმატებს აქციის ფასიო და ამ ფულით აქცია გვიყიდე, ამიტომ ჩვენ თო ვერ ვაკეთებ. მე ვეკითხავდა, როდის დაემატება? უყიდე ხო? იყიდე. ვიყიდეთ და მე ყოველდღე და ძალიან მაგარი გამოცდილება იყო, იმიტომ რომ იყიდეს ყოველდღე მთხოვდა, რომ რა ხარ ამდენი და მაგაც ვეუბნებ, რომ შეხეთ ხა ესე არ უნდა უყურე, ესე არ უნდა მოიქცე. იმიტომ რომ ის ამაზე ეს მოქმედ, აბა რა მოქმედებს ფასზე, მე იქ უკვე მოქმედებს ენახე ეკონომიკა, აბა ეს და მე ნელ-ნელა კრიპტოზე არ გეკითხებია. არა. შემდეგი ისე რა ნაბიჯ. ნინ მოგეთ ისე წინ წავედით ამ თემაზე. ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მგონია ეს უკვე თინეიჯერობის ასაკში რომ მოდიხარ ეგეთი, ანუ გინდა არ გინდა, ეხლა დღეს ეგრე არის რა, ძალიან განვითარებული ბავშვები არიან და ბევრი ინტერესი აქვთ. იცი რა მაინტერესებს შენთან? აი მოდი ხო არ თქვათ ასაკების მიხედვით, თქვათ აი რა არის ცოდნა, რაც ბავშვებმა ასაკების მიხედვით უნდა იცოდნენ რა. რა ასაკში რა ცოდნა უნდა ქონდეთ? პირობითად თუ გინდა დავიწყოთ აი მაგალითად რა ვიცი, როდის ვიწყებთ ლაპარაკს ბავშვებთან, ხო, 5 წელი. ხო, კი. ძალიან პატარა ასაკში, ну ალბათ 10 წლამდე მოდი ესე ვიტყვი, რა მაინც პატარა მეჩვენება 10 წელი, 10 წლამდე ასაკში, ხო, მნიშვნელოვანია, რომ შეგროვება და ქველმოქმედება და რომ ბიუჯეტიც რო რაღაცა თავისი შეგროვება, ქველმოქმედება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს, იმიტომ რომ რეალურად აი ძირითადი აი როგორ თქვა, აი ქვეცნობიერში რაც უნდა გაგიჩნდეს, რაღაცა ისეთი ქცევები. და სად უნდა ასწავლო? აი როგორ უნდა გააკეთოს ბიუჯეტი რა ბლოკნოტში? ის აი ძალიან ტექნიკურ რაღაცებს გეკითხე, მაგრამ მართლა ვიცი რომ საინტერესო იქნება. იცი რა არის? აი ზუსტად იმის რომ ემოცია გაუჩნდეს, ხო? აი თავიდან კარგი იქნება რომ იყოს ბლოკნოტში ხელით, იმიტომ რომ შეეხოს, ნახოს, დახატოს და თვითონ ააწყოს. თუმცა ამას დამოკიდებულად რა თქმა უნდა ვერ იზამს, საჭიროდება აუცილებლად დახმარება, ან მშობლის, ან მოკეთ ვინმეს რა რეალურად ვიღაცამ უნდა გაუკეთოს, ხო, ვთქვათ უნდა აუხსნას მოკეთ რა როგორ არის. თუმცა, ნუ ერთია რომ ხელით შეიძლება დაიწყოს, მაგრამ მე ძალიან ბევრი სახალი ისეთია ციფრული პლატფორმები ძალიან ბევრია, თულები, სადაც შეიძლება რომ ბავშვმა მარტივად შეიავსოს ინფორმაცია, შეიყვანოს, მართოს, მე გადაამოწმოს აპლიკაციაც იქნება 100%. კი, ძალიან ბევრია, ესეთი არის საბავშვები, არიან დიდებისთვის რა თქმა უნდა. ხო, აი რომ მივედით იქამდე რაღაც ბიუჯეტირებას აკეთებს, აპლიკაციები აქვს და არსებობს უკვე ფული, დიჯიტალ ფული, თამაშებში არის ბევრი ფული. ან მე მაგალითად გქონია რომ ძალიან პატარა ასაკიდან, განსაკუთრებით დღეს ბავშვები რომ თამაშობენ Roblox-ი, Brawl Stars, არ ვიცი ახლა მე ჩემშთან გამომდინარე ვიხსენებ რა თამაშებია. ყველგან არის ეს რაღაცა ელექტრონული ფული, ძალიან დიდი დახარჯვის ისე მომხიბვლელობით, რომ მე მახსოვს რაღაც ასაკი ქონდა ილუს, როცა ერთი დედა ერთი სკინი აი რაღაც ცეკვა გამოვიდა მაყიდინე, ანუ ეგ დროს როგორ ვუხსნით? ამ ყველაფრის ჩათვალე, ანუ მაგ ცდუნების წინაშე ვართ დიდებიც, ანუ ზოგადად ისეთ საუკუნეში ვართ, რომ ფულის ხარჯვის ცდუნება გვაქვს წარმოუდგენლად დიდი და ხარჯვის ფორმა არის ძალიან გამარტივებული, ანუ აი უმარტივესად შეგიძლია და უნდა გაიფიქრო და დახარჯულია. შესაბამისად, ხო, ანუ ბავშვებისთვის ეს უკვე გამოწვევაა და ისევ და ისევ, ანუ უნდა ესმოდეს ბავშვს აი ზუსტად მისი ფინანსური მდგომარეობა, მოდი ესე ვთქვათ, ხო, ანუ ბიუჯეტის კუთხით როგორია, რომ ესმის თანხა რამდენი აქვს ჯამში და დასახარჯი ნაწილი იქიდან რამდენია, ხო? იმ ფარგლებში იყიდოს ერთი სკინი, იყიდოს სამი სკინი, თუმცა უბრალოდ ესმოდეს, რომ მე ამის სანაცვლოდ მომდენო თვეში რას ვერ გააკეთებს. და ეს რა სიხშირით არის საუბარი, რაღაცა ყოველ თვე ჯდებით და ამას განიხილა. არასდროს არ მქონია ეგეთი დაგეგმარება და ძალიან დამაინტერესა. ხო, იცი რა არის, თავიდან ალბათ ცოტა უფრო ხშირად, მაგრამ მე თავი არ უნდა შეაწყინო, ანუ ზოგადად ან ბიუჯეტების პროცესი არ უნდა იქცეს დამატებით დიდ საქმედ, იმიტომ რომ საქმე ისაც ძალიან ბევრია, მათ შორის ხო ბავშვებსაც მოკეთ 3 წელი ძალიან მოკეთ თემით თუ ძალიან ზედმეტად გადავტვირთობთ ბავშვს რაღაცნაირად ინტერესს შეუმცირებთ ამ მიმართულებით. ამიტომ მგონია რომ ძალიან დოზირებულად თავიდან შეიძლება ცოტა აქტიურად რომ პირველი ნაბიჯები გადადგება მივყვეთ და მე ხშირად არ არის საჭირო. თვეში ერთხელ შეიძლება კითხვა რომ რაღაცა იმ თვის გეგმა დასახოს. კი, იმ თვის გეგმა დასახოს და მე თვის ბოლოს მიუბრუნდეს აბა როგორ გამოუვიდა და დასკვნები გამოვიტანოთ. ძალიან მინდა რომ ეხლა ილუბავდი ვარ სახში მოემზადე ვიწყებთ და აღნიშნები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გამოუვიდა თვის გეგმა, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღნიშნოთ, გავიხაროთ რაღაც, იმიტომ რომ საკუთარი მიზნის მიღწევა დაკავშირებული უნდა იყოს მერე დადებით განწყობებით. აი რა შეიძლება, აი მაგალითი მითხარი, რა შეიძლება იყოს თვის გეგმა? ხო, იცი რა არის, დანაზოგის მოცულობა შეიძლება იყოს თვის გეგმა, აი მაგალითად ჩვენ შემთხვევაში, ანუ თუ რამოდენიმე ბავშვია ოჯახში, ძალიან საინტერესოა, პატარა შეჯიბრის გაკეთება, ვინ უფრო სწორად დახარჯავს თანხას, ვინ დაზოგავს, ვინ მეც დაზოგავს მოდიეს და თუ
ვით მეც დაზოგოს, მე შეიძლება რაღაც მოვიფიქროთ, ან თქვა ეს დაჯილდოების ფორმა შეიძლება ერთად მოვიფიქროთ. ნახე, ეგეთ შემთხვევაში ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ არჩევანი გააკეთოს თავისი ხარჯვითი ქცევების შორის, ასე რომ ვთქვათ რა. მაგალითად, თანაბარი თანხები მიგვიცია. აუ რა გაიდეა. ანუ ერთ-ერთმა ძალიან ბევრი დააგრო, მეორეს არ ქონდა არაფერი დამატება მოგვიწია. ანუ მე ვაზიარებ თან გამოცდილებას და რეალურად, ანუ ბავშვი როცა ესე თუ დგება, ბავშვი როცა სახალისო ეს პროცესი ხო შეიძლება მართლა არჩიოს, რომ თქვა თუ არ აგვიანდება, აი ეს თავისი ჯიბის ფული, რომელიც თავისუფალი ფულის სახით მოგეთ აქვს სახარჯო თვის განმავლობაში, ისე დახარჯოთ წავიდეს მეტროთი და არ გამოიძახოს ტაქსი, მაგალითად. მოითმინოს არ იყიდოს რაღაც გზაში სასუსნაო, ესე რომ ვთქვათ, მოვიდეს სახლში, ისადილოს უფრო ჯანსაღად. ხო, ანუ თვითონ იღებს მერე გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლობას გრძნობს უკვე თავის ფინანსების მიმართ. აუ ძალიან მაგრამ მინდა რომ სკოლებში ისწავლებოდეს ეგ. აუცილებლად უნდა ისწავლოს. თვითონ ნინო გიგა 2 თვითონ კლასში. აუცილებლად უნდა ისწავლოს სკოლაში, იმიტომ რომ ფინანსების მართვა, ხო, ანუ ნებისმიერი პროფესიის ადამიანის არის აუცილებელი, არა კარგი და აუცილებელი. არა მარტო ფინანსები მგონია, რომ ბიზნესის საფუძვლები, ანტრეპრენერობა, ფინანსები. ახლა აქვე პატარა რეკლამის სარეკლამო პაუზა არის ნინოს რაც აწერია Free General, არის ნინოს ახალი კომპანია. ან ძალიან მინდა რომ იპოვოთ Instagram-ზე ხო ეგრე იქნება. მე ვაფოლოვებ. Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე ხო ჩახნი. აი მართლა. ანუ არ ვიცი, აღფრთოვანებას ვერ მალავ, რა გააკეთა ამ ადამიანმა. გამოიგონა ესეთი მიმართულება, სადაც ბავშვებს, თინეიჯერებს ასწავლის, თუ რა უნდა, ასწავლის არა რა, ეხმარება, რომ რაღაც არჩევანი გააკეთონ. მომავალის პროფესიაში. ხო, ამასთან ერთად თან ასწავლის რაღაცებს, ფინანსებს, ჯანსაღ ცხოვრების წესს. ორი სიტყვით მოგვიყევი რა გეხვეწებ. კი, ამ პროექტის იდეა გამიჩნდა ისევ ჩემი ბავშვებიდან გამომდინარე. მალე გახდებიან აბიტურიენტები და მოკეთე პროფესიის შერჩევის ციებ-ცხელებაში არიან და ნუ აი სულის პრობლემა ირგვლივ არა მარტო მათი ასაკის მათ მეგობრებსაც, რა აი რაღაცა ინტერესების ცვლილება რა ავირჩიო, რა მინდა არ ვიცი, ეს მინდა თუ ის მინდა და მოკეთ ხო იდეა გაჩნდა ესეთი, რომ სხვადასხვა პროფესიების შესახებ ბავშვებს სიმულაციურ გარემოს შევუქმნით, ასე რომ ვთქვათ, სადაც ერთის მხრივ გაიგებენ, აი ძალიან ესე საფუძვლების დონეზე, რას მოიცავს ეს პროფესია და მე გამოცდიან. სხვათა შორის მან ერთი კიდე კითხვა გამიჩნდა შენთან. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა იცოდნენ რომ თავის მშობლებს უყვართ თავისი საქმე, რასაც აკეთებენ. რაღაცნაირად ანუ სამსახური ხდება ყოველთვის ალტერნატივა იმის, რომ აი ფული რომ საჭმელი ხო გვინდა, სწავლა ხო გვინდა. მე ძალიან მივესალმები იმას, რომ და სულ ეგრე პასუხობ ჩემს შვილს, სადაც არ მიმუშავებ, იმიტომ რომ მე სადაც მუშავდი, ყველგან მიყვარდა. არ არსებობს სამსახური, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ მე არ მიყვარდა ჩემი არ მიმუშავი ეგეთი. და ამიტომ ყოველთვის ჩემი პასუხი იყო ხოლმე, რომ ანუ მივიდოდი, რომ ძალიან მინდა, ძალიან მომწონს ჩემი სამსახური, მაგარ რაღაცას ვაკეთებ, მაგარ ხალხთან ერთად მუშავ. ხო და მგონია, რომ აი რაღაცნაირად ეს განწყობა ფულის მიმართ, საქმის მიმართ, შრომის მიმართ შეიძლება რომ დავაკვირდეთ ჩვენ ხო არ გვაქვს რაღაცა ისეთი მესიჯები, რასაც უნებლიეთ ვაწვდით ბავშვებს, რაც მე მაგათ ცხოვრებაზეც გავლენას ახდენს, არა? აუცილებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ხედავდეს, რომ ნახე მიზანი რა გვაქვს? მიზანი გვაქვს იმისი, რომ ბავშვს ჰქონდეს საკუთარი თავის პატივისცემა და იყოს გაბედული, რომ აკეთოს ის საქმე, რაც უყვარს. ეს მათ შორის არის არჩევანი იმისა, თუ რა გარემოში მუშაობს, რა სფეროშია დასაქმებული, რომელ კომპანიაში მუშაობს, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ბავშვს მოდეს რა რეალურად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუშაობდეთ იმ გარემოში, რაც გვიყვარს. თუ არ გვიყვარს, რატო? ანუ რა ხო ხდები, ანუ პირველ რიგში ჩვენშია ეს თემა და მე აუცილებლად გადავცეთ ეს ბავშვებს კი, რომ იმათთვის იმ მომენტში შეიძლება არა, მაგრამ აი ქვეცნობიერში აუცილებლად ჩაილეკება და რომ იქნებიან ჩვენი ასაკის, ხო? მე არ დაუშვებენ იმას, რომ იყვნენ ისეთ გარემოში, რაც არ არის მათი და რაც მათ არ უყვარს. ნინდა, აი რა გავაკეთოთ ისე დროს, როცა ახლა ჩვენ ამ ინფორმაციული ზღვა არ ვარ და ყოველ სკოლებში რომ დადიან ერთმეცხედან, აი იმას iPhone-ი აქვს ახალი და მე არ მაქვს. ეიც როგორ მაინტერესებს. ძალიან ხშირად ვიცი რომ არის ეგ თემა, რომ იმას ეს აქვს, მე რატო არ მაქვს. ხო და აი რას ფიქრობ ეგეთ დროს? აი როგორ აი ამ თანატოლების ამბავში როგორ უნდა მოვიქცე? კი, რთულია ძალიან. ანუ ერთის მხრივ შეიძლება ფიზიკურ გარემოში იგრძნოს ყველაფერი კლასში, მეგობრების წრეში, მაგრამ მეორეს მხრივ აი სოციალური მედია, სადაც ხედავენ და ძალიან მარტივია, რომ ანუ არ არსებობს ზღვარი შედარების, ანუ არ არსებობს კმაყოფილების რაღაცა ზღვარი ზუსტად რა, რომ აი ეს უკვე კარგია. ანუ ყოველთვის აქვთ განცდა, რომ სადღაც ვიღაც უფრო კარგად არის. შესაბამისად მე მგონი, რომ ეს იცი როგორ არის
კარგად უნდა გავაგებინოთ ბავშვებს, რომ ნივთები და ეს რაღაც მატერიალური მდგომარეობა არ განსაზღვრავს ადამიანს და არ განსაზღვრავს კმაყოფილების შეგრძნებას, და რა თქმა უნდა ბედნიერებას არ ნიშნავს, ხო? შესაბამისად, აი ეს ნივთი შეიძლება ვიღაცას რაღაც უკეთესი აქვს ნივთი, მაგრამ ის მოკეთ როგორ თქვა, თავდაჯერებულობა საკუთარ თავთან იმათ რაღაცა ჰარმონიაში ყოფნა, თვითკმარობა, ხო, აი სიამონებას სიამონება არ მოაქვს ნივთებს. მოდი ასე მოაქვს ძალიან მოკლევადიანი. შესაბამისად, ალბათ უნდა დაველაპარაკოთ ამაზე, უნდა ესმოდეთ ბავშვებს, რომ ეს არ არის მთავარი და არ არის მნიშვნელოვანი და რა არის მნიშვნელოვანი, ამის მაგალითად ჩვენ უნდა მივცეთ ალბათ მშობლებმა. შეშვილებს ფინანსური შეცდომა დაუშვიათ. აი ან მაგალითად რო არის კონკრეტული არ თქვა თეორიულად რა, რომ აი ბავშვი რო რაღაც ფინანსურ შეცდომას უშვებს და აკარგავს ფულს, ისე ვიძახი რა, მაგალითად რაღაც ენდო ვიღაცას იმას რა თქვა, რომ გადმომირიცხე რობაქსები და მე ამას ჩაგირიცხავ და დაკარგა ეს დიდი რაოდენობის ფული. თუნდაც ცოტა რაოდენობს. აი ეგეთ დროს რას ვაკეთებ, არ ვიცი. ხო, ალბათ ისევ ინფორმაციის სწორად დამშვდება ჯერ, იმიტომ რომ რაღაცეთ მხარდაჭერა, იმიტომ რომ ეს ნებისმიერ შეიძლება დაემართოს ბავშვსაც, დიდსაც, ისევ და ისევ ისეთ სამყაროში ცხოვრობთ, რომ ძალიან მარტივია ფულის შოვნაც და დაკარგვაც. ამიტომ ერთის ხრა დავამშვიდოთ და მხარდაჭერა აუცილებელია და მეორეს ხრა ინფორმაციის მიწოდება ისევ და ისევ, იმიტომ რომ ინფორმირებული უნდა იყოს ბავშვი. ძალიან დიდია ზუსტად დაკარგვის რისკი, არასწორ სქემაში აღმოჩენის რისკი და ეს არა მარტო ფინანსურ ნაწილს ეხება, სხვათა შორის ზოგადად ციფრულ სამყაროში უსაფრთხოების თემა უფრო და უფრო. ხო და ორი სიტყვას მოდი ეგეც ვთქვათ, მე ორ რაღაცას ვიტყვი, რაც მე ჩემშვილებს ვეუბნები ხოლმე. პირველი რასაც ვეუბნები არის ის, რომ არასდროს სოციალურ ქსელებში არ დადოთ ისეთი ფოტოები, ან ისეთი ინფორმაცია, რასაც არ გამოფენდი საჯარო დაფაზე მთელი სკოლის დასანახად რა. ეს ძალიან მომწონს, იმიტომ რომ განსაკუთრებით ახლა რო არის ეს რაღაც ტრენდი ფოტოების რაღაცა ისეთი რომ მე შეიძლება ვიღაც ავანტყოფები მოადგნენ ეგეთ ფოტოებს ისეთი ცოტა არაჯანსაღი გონების ადამიანები ანუ მოკლედ ეს პირველი კარგი ბარიერია რომ რასაც არ გამოფენდი საჯაროდ და სკოლის დაფაზე იქ იმას არ აზიარ და მეორე რასაც მე ჩემშვილებს ვეუბნები არის ის რომ ციფრულ სამყაროში ზუსტად ისეთივე წესებია როგორც ფიზიკურ სამყაროში აი კარს ხო არ გაუღებ არავის კარს ან ტელეფონით ხო არ რეალურად იგივენაირად არ უნდა გაუღო შენი რაღაცები როგორც ფიზიკურ სამყაროში. აი მოკლედ სოციალ ის რა ქვია, აი დიჯიტალ შენი სამყარო ზუსტად ისე უნდა დაიცვა როგორც ფიზიკური. კი, ზუსტად ესეა და უფრო მეტიც, ანუ ციფრული სამყარო კიდევ უფრო საფრთხის შემცველია, იმიტომ რომ ფიზიკურად ხედავ მაინც ვინ მოვიდა და ციფრულში ვერ ხედავ, ანუ შეიძლება ხედავდე შენი ასაკის ადამიანი და ამ დროს იყოს სულ სხვა. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია ეს და ხო რა ფინანსური ნაწილი მათ შორის ერთ-ერთი ესეთი დიდი მაგიტომ არის ალბათ კარგი ის რომ ეს 1+ კიდე ამ ციფრული ბარათების არის ის რომ შენც ხედავ რეალურად რაში იხარჯება ფული. სხვადასხვა მანდაც ერთი კაი რჩევა მინდა გითხრათ რომ თუ ხედავთ რომ ბავშვი კეშს იღებს ხშირად მაშინ არის კითხვის ნიშანი და დალაპარაკების მიზეზი, იმიტომ რომ იდეაში სადაც იხდის ბარათით ყოველთვის ჩანს ხო სად რა ეჭრება, მაგრამ თუ ხედავ რომ კეშს იღებს და რაღაცაში იხდის, მან პირველი ის არის რაღაც ნიშანი რომ უნდა დაელაპარაკო რაში მიდის ეს კეში. ხო, აი ახლა ციფრული ბარათი ახსენე და ძალიან მოწონთ და ძალიან ისეთია, აი დაგროვება რო ვთქვით, ხო, ანუ ბავშვმა უნდა დააგროვოს და ასე შემდეგ. ჩვევაში გადასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაში ძალიან ეხმარება, აი ყულაბა, რომელიც აი თითო გადახდაზე რომ ამაშვებიან, ხო, რაღაცა აყენებ კონკრეტულ თანხას და ის თანხა მიდის ყულაბაში. აი ეს ისე მოირგეს და ისე მოწონთ, იმიტომ რომ ვერ ამჩნევ ისე გროვდება და მე ზრდიან, მე ეს დაგროვებული თანხა რაღაცები გააკეთეს მე ზრდიან. ანუ ნიდო რატო ზუსტად პატარა ნინოსაც მოწონს, ზუსტად ეგრე ვაკეთებ. ხო და აი ნახე ბავშვებსაც რო აქვთ საშუალება რომ აი ეს აკეთონ, ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ეს აი მართლა ჩვევაში უნდა გადავიდეს, იმიტომ რომ ამაზე ფიქრი მე საჭირო აღარ უნდა იყოს დიდასაკში. კაი. კიდე რა თემა დაგვრჩა ისეთ საინტერესო არის ჩემთვის კიდე რაც მინდა რომ კითხო უკვე მეწარმოების კუთხით ვიტყვი რა რადგან ცოტა დრო დაგვრჩა კიდე იმდენად ფინანსები ერთი იყოს მეორე რაღაც ეს პროფესიების კუთხით და ძალიან მინდა რომ ცალკე ვისაუბროთ და მესამე არის ეს მეწარმეობის კუთხით როგორ შეიძლება მშობლებმა დავეხმაროთ ბავშვებს რომ აი ეს ჟინი გაუჩნდეს თუ მუღამი რომ რაღაცები ცადოს გინდა სამაჯურები რო თქვი შენ ახლა ჩემ შულს მაგალითად რაღაც ის დაიწყო ამ ლეგოების შეგროვება მე ამის მოხატვა გახდა მე იმის გაყიდვა აი რა შეიძლება
როგორ შეიძლება დავეხმარო, რომ მართლა ინტერესი კონდეს? კი, ნახე პირველ რიგში ვცდილობ, რომ ყოველთვის ვცდილობ, რომ თან მყავდნენ. წავიყვანო აი მაქსიმალურად რაც რატომაც შესაძლებლობა არის ხოლმე, რომ წავიყვანო დიდურ გარემოში წარმოიდგინე. ანუ აი თუ შეხვედრაზე შემიძლია სადმე ბავშვი წაყვანა, მიყვავს. მაგარი რჩევა. აი სულ შეხვედრაზე ვერ შევიყვანო, მოსაცდელში ის რომ ნახოს გარემო. ნახოს აი რას ნიშნა. აი ხო ხდები ისეთი წარმატებული კომპანია როგორია, როგორ კეთდება რეალურად ბიზნესები, როგორ ესაუბრებიან დიდები ერთმანეთს. აი ესეთ გარემოში ყოველთვის ვცდილობ რომ ბავშვები წავიყვანო. ეს არის უმაგრესი რჩევა, არასდროს აზრად არ მომსვლია. აი ხა ჩემი პროექტის პარაგრაფში როცა კი შემიძლია ყოველთვის მიმყავს ხოლმე თქვა დიკავთ სარეკლამო კომპანიაში ვხდები თუ გადაღება ყოველთვის მიმყავს ბავშვები რომ ნახონ როგორია ეს ყველაფერი როგორ ხდება იმიტომ რომ მაგ მომენტში ნახე მისი ხდება ეს თემა უკვე აღარ თვლიან რომ ეს არის რაღაცა არამიწიერი რაღაცა ძალიან დიდების ეს მხოლოდ რჩეულების არ არის მხოლოდ რჩეულებს შეუძლეთ კომპანიებს გაკეთება ესე არ არის უკვე ხდება ძალიან მათთვის თითქოს ხელმისაწვდომია ეს საკითხი ხო ერთის მხრივ ეს განცდა რომ აქვთ უკვე ბავშვებს მე უკვე შემოდის რომ აბა ხა რა გავაკეთოთ მოდი რამე გავაკეთოთ მარტივი არ არის იმიტომ რომ რთულად წარმოუდგენიათ მათ ამიტომ მშობლის ჩართულობა საკმაოდ დიდი დოზით არის საჭირო რეალურად ჩვენ გვიწევს რაღაცების კეთება და მათ ბრთავთ სადაც შეუძლეთ არ უნდა გადავყალოთ მნიშვნელოვანია რომ არ გამიტომ რომ რეალურად ეხა თუნდაც სამაჯურები საკმაოდ დიდი შრომა იყო საჭირო და ეხა ეს ყველაფერი მათ ეკეთებინათ იტყო რომ всё ჩვენ არ ყოფილა კომპანიის ხო და ამიტომ უნდა ვაკონტროლოთ მათი ემოციები მუდმივად აი ამ გზაზე რომ ხო თუ დაიღალნენ რაღაცა ჩვენ გავაკეთოთ რაღაცა სხვანაირად ვთქვათ რაღაცა მაქსიმალურად სასიამოვნო იყოს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მე ეს გაკეთებული სამაჯურები მაგალითად ანუ მე მიმყავდა და თვითონ აწვდიდნენ მომხმარებლები ხო და რაღაცა შეხედე პირველი და ისე გაოცებულები რო ხდებოდა რომ აი მიშვილე რა ეხლაც მაქვს ერთი ორი ბიზნეს იდეა და ცოტა რაღაცა წავა პროექტია სხვათა შორის სამეწარმეო ძალიან ბევრი პროექტია ბავშვებისთვის 14 წლიდან იწყება ძირითადი ნაწილი შეიძლება უფრო დაბალი ასაკიდანაც იყოს და იქ უკვე ესე ძალიან ორგანიზებულად არის თქვა საკონსულტაციო ნაწილიც არის კურსების ნაწილიც არის და მე უკვე შეჯიბრია იმარჯვებენ და საქართველოს არის უკვე რამოდენიმე არის საზღვარგარეთ ძალიან ბევრი ამას ხო ბევრი დრო უნდა ახლა მინდა თან ისე რა ქვია რატო იცი რომ გისმენ მე კი რაღაც კუთხით ახლა თამაშობას დავსახურება არის რომ ზუსტად ვიცი რაზე ლაპარაკობ მაგრამ აი რომ ისე რომ გისმენ გვერდიდან დამაწყდარი რომ ძალიან რთული არ არის ეს ყველაფერი ანუ ძალიან ბევრ დროს და ჩართულობას იმიტომ რომ ბევრი მშობელს როდესაც აი 1000 სხვა საქმე აქვს და ყოველდღიურობაში რაღაც შეიძლება უცებ რო გვისმინდეს იფიქროს რომ ამას მე როგორ მოვაბავ თავს აი გითხარი მარტივად როგორ მოვაბავ თავს იცი რითი დაგაწყნარებ მარტივი როგორ გითხრა დრო მიაქვს დროს აუცილებლად წაიღებს მაგრამ მიხვდები რომ ამაზე ღირებული არაფერი არ არის შენთვის როგორც მშობლისთვის აი არც ერთი საქმე არ შეედრება იმას პრიორიტეტის ამბავი აუცილებლად და შეიძლება თვლიდე რომ თქვა ბავშვები რაღაცა და სადღაც მიიყვანე წრეზე იქ არიან და შენ საქმეს აკეთებ არა ანუ შენ რო ხარ ჩართული ბავშვების განვითარებაში ერთად რო ატარებ დროს ერთად იკვლევთ რაღაცას ერთად აკეთებ ამაზე ღირებული არაფერი არ არის იმიტომ რომ საქმეთ და ცოდნად მაგრამ ურთიერთობა აი სულ სხვა დონეზე გადადის და ეს არის თუ ამ ეპიზოდიდან რამე უნდა გვესწავლა არის ეს ბოლო წინადადება რას ნინომ თქვა ეს სულ სხვა ეტაპზე გადადის და იქ მე უკვე მეორე ხარისხოვანია ყველანაირი განათლება თუ ანუ მოსულა ერთად სწავლა ერთად დაშვება შეცდომების ერთად ახლის ცდა ახლის კეთება იმიტომ რომ ერთად როცა რაღაცას აკეთებ საერთოდ სხვა დონეზე გადადის თქვენი ურთიერთობა და მე წარმატებულიც ხარ ადამიანი, როცა იცი ამ ხელა მე მგონია რომ მე ძალიან გულშემატკივარი ვარ, მშობლები მყავს რა და მგონია რომ ბევრ რაღაცასაც ცხოვრებაში მივაღწიე, იმიტომ რომ უპირობოდ დარწმუნებულები იყვნენ რომ გამომივიდოდა, ანუ იმ დონეზე ეჭვიც არ ეპატებოდა და არც ერთ ჩემ იდეაში. ხო და ეს რაღაც ძალიან მაგარი ზურგის ქარი. ნამდვილად. მადლობა ნინ, ჩვენთან რო იყავი, მე მგონი აი ისე ვისიამოვნე არ საუბრით, არც კი ვიცი დროს უყურებ და ვერ ხვდები გავიდა თუ არ გავიდა. გამოჩნდება მონტაჟის დროს, მაგრამ ძალიან ვისიამოვნე. მომინდა რომ გავხდე თქვენი რაღაც ჩავერთ ილია მომყავს ეგრევე ხაჭა ფრიჯენეროში. ზუსტად ეგ ასაკი აქვს მე მგონი. და შენ მომცე პირობა რომ პროფესიების კუთხითაც ერთხელაც შემხვდები. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა შენ ძალიან სასიამოვნო იყო. მადლობა ყველას, ვინც გვისმენდა და ნინოს კიდე შეგახვედროთ გვპირდებით, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა ჩემსავით ახვდოვანებული ხართ ამ საუბრით. მადლობა ნინკოცნი ბევრს. მადლობა.